მოკლედ ესეთი ამბავია, სადაც TikTok-ს დავდებ ამ ვიდეოს და აი ეს ვიდეო იქნება აი აქ. Watch this. Fuck off. მოკლედ ესეთი ამბავია. 14 წლის გოგოს ვიღაცა მაჰუმდა გადიეს და ის არის ტრაქზე ხელს ურტყავს და ჯერ სახეზე ლოყაზე ცდილობს ხელი დაადოს რაღაცა ეგეთი და ეს კი ეკაი გადაიღო იმ გოგოს დაქალმა ეს ვიდეო და მოხდა ეს არის ერთი კვირის ამბავი 3-4 დღის ამბავია მაქსიმუმ და დიდი ბრიტანეთში მოითხოვა მოსახლებმა რომ ეს ადამიანი დაიჭირონ იმიტომ რომ ჯერ სისხლის სამართლის დანაშაულია და მეორე არის ბარასულწლოვან ბავშვს ეხება 15 წლამდე ანუ ძალიან დიდი დანაშაულია და პოლიცია რას პასუხობს რომ ოფიციალურად ანუ ოფიციალ პოლიცია პასუხობს იმას რომ ეს არის ძალიან სახიფათო ამბავი ეშინია დაპირისპირებს ანუ ძალიან გაცხელებულია სიტუაცია ქვეყანაში ძალიან დიდი დანაშაული იქნება ესაო და შეიძლება სერიოზული აღრევება მქონდეს და რეაქციას ვერ ვახდენთ იმიტომ რომ დღეში 100 შეტყობინებაზე მეტი შემოდის ამაზე და რეაგირებს ვერ ვახდენთ წარმოვიდგინეთ ანუ როგორი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადის ბრიტანელ გოგოს ვიღაცა ნაბოზარი, განდონი, გუში ჩავოთესლილი ახვარი. ასე ურტყავს ხელს. ესე ვიდეო იდება და რეაგირება სახელმწიფო არ ახდენს რომ შარიაო. იმდენად თავზე აქვს გადაჯმული და როგორ შეიძლება ეგ პრობლემა არ იყოს და კოცები რომ დაგიდებენ ამ ინფორმაციას როგორ შეიძლება ეს არ იყოს არგუმენტი და არგუმენტია. და აქეთ ჩვენი ოპოზიცია ეძახის აუ ძმაო რა თუ ჩემი ძმა ხარ რა დროს ამაზე საუბარი რა დროს ამაზე საუბარი კი მაგათი დედა მოვტყან დახოცეთ გააგდეთ დაიჭერთ დეპორტი ნახვი სომალიში ან პალესტინაში რა ვიცი სადაც არ უნდა იყვნენ ხო და პრობლემა არის